საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტრანსპორტი კი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქის რეკრეაციულ ზონებში ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება, რაც პირდაპირ უკავშირდება სატრანსპორტო სექტორს. მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც ყისიერ შედეგს იძლევა აზოტის დიოქსიდის დაბინძურების შემცირების კუთხით, გახლავთ შემოვლითი გზების გახსნა, მას შემდეგ რაც გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა და უშუალოდ ქალაქში აღარ ხდება ამ ავტომობილების ძირითადი ნაკადის გადაადგილება. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა დაბინძურება ქალაქში და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნორმის ფარგლებში არის აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ქალაქ ზესტაფონში. ასევე გვაქვს კლება ქალაქ ხაშურში მაგალითად. ასევე კლება დაფიქსირდა საგარეჯოში, ვინაიდან გაიხსნა კახეთის ჩქაროსნული გზატკეცილი. ჰაერის ხარისხზე გავლენას მხოლოდ სატრანსპორტო ნაკადის მართვა არ ახდენს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური გამართულობა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მონაცემებით გამონაბოლქვის კონტროლის შედეგად მხოლოდ წელს 4000-მდე სამართალ დარღვევა დაფიქსირდა. უმეტესობა დედაქალაქში, სადაც ავტომობილების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. 2023 წლამდე მანამ აღნიშნული რეგულაცია არ მოქმედებდა ქალაქებში, ძალიან აქტიურად შეინიშნებოდა ძალიან ბევრი ავტომობილი, რომელიც ქალაქში გადაადგილდებოდა მსგავსი პრობლემით. გულისხმობთ შავ კვამს ხილულ გამონაბოლქს. როდესაც ჩვენ დავიწყეთ კონტროლი, უკვე 2024 წლის შუაში, როდესაც დაახლოებით 1 წელი უკვე გასული იყო, მოქალაქეების ცნობიერების დონე საკმაოდ გაიზარდა. ტექნათვალიერებამდე აგვარებენ აღნიშნულ პრობლემას და დღეს-დღე უფრო ნაკლები მანქანაა შეხვდება ქალაქში, რომელიც აღნიშნული პრობლემით მოძრაობს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩებიან ისეთი ადამიანები, ვისაც ბოლომდე კარგად გათავისებული არ აქვს ჰაერის დაბინძურებას თუ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს. როდესაც რაღაცა მანიპულაციებს მიმართავენ ესეთი ადამიანები, რომ გაძრდნენ დაუშვათ ექსპექტირებისთვის და დაიქირავენ რამე ავტონაწილი ან ჩაასხან ერთჯერადად მაღალი ოქტანობის საწვავი, რომ ინსპექტირება გაიარონ, პირველ რიგში ვისატყუებენ, ხო თავის თავს ატყუებენ, თუმცა ამ მიმართულებითაც გამოკეთდა სიტუაცია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა ტექინსპექტირების როგორც პროცესის მნიშვნელობა და უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ადამიანებს, რომლებიც აწესრიგებენ ავტომობილებს ტექინსპექტირებისთვის და ამავე დროს ტექინსპექტირებიდან ტექინსპექტირებამდეც ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასაც აქცევენ ყურადღებას. დროთა განმავლობაში გამკაცრდა ტექნათვალიერება. კონტროლი მოიცავს კატალიზატორის არსებობასაც, რომლის ექსპორტიც 2026 წლის მაისამდე აიკრძალა. ტექინსპექტირება, როდესაც დაიწყო, როგორც რეფორმა, მოთხოვნები არ იყო ისეთი მკაცრი და ეტაპობრივად გამკაცრდა. დღეს CO-სთან მიმართებაში არის ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეესაბამება ევროდირექტივებს და საერთაშორისო სტანდარტებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული კატალიზატორის გარეშე ტექინსპექტირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. კატალიზატორის ამ მქონე ავტომობილი არის შეიძლება იყოს ქარხნულად გამოშვების დროს ევრო 6 სტანდარტის, თუმცა როდესაც კატალიზატორს ამოიღებ, მისი სტანდარტი შეიძლება ევრო 0-მდე, ევრო 1-მდე ჩამოვიდეს. სამამისად ამ მანე პრაქტიკასთან საბრძოლველად ჩვენ აგვძალეთ 3 წლით ამ ნარჩენების ექსპორტი, საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა უკვე და განვიხილავთ დამატებითი ინსტრუმენტი მიუსადაგოთ ამ მანე პრაქტიკის აკრძალვას თუ მაგალითად იგივე შევინარჩუნოთ ეს აკრძალვა და გავაგრძელოთ მომდევნო წლებშიც. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ავტოპარკის გაახალგაზრდავება, ძველი ტექნიკურად გაუმართავი მანქანების შემცირება და ხარისხიანი საწვავის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს. ჩვენ გვაქვს მონიტორინგი თუ რა ხდება საერთაშორისო საზოგადოებაში. ვხედავთ, რომ თუნდაც საუკეთესო პრაქტიკა რაც არის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემისიის სტანდარტების კიდევ უფრო გამკაცრების კუთხით ისინი მუშაობენ. მაგალითად, თუ კი ჩვენთან დღეს არის ევრო 5 სტანდარტი შემოღებული როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე სათვითო ავტომობილებზე. ევროკავშირში არის ევრო 6 სტანდარტი და ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ გადავიდნენ ევრო 7 სტანდარტზე. ჩვენც რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ფეხი უნდა აუწყოთ ამ პროცესს. სპეციალისტების თქმით, ეფექტიანი კონტროლი და მოქალაქეების პასუხისმგებლობა მომავალშიც უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.